გამარჯობა ძვირფას საზოგადოება. ბოლო პერიოდში ჩვენ ხშირად გვესმის ესეთ ტერმინის შესახებ, როგორც არის ტრანსჰუმანიზმი და მისი განვითარების შესახებ. ტრანსჰუმანიზმი ზოგადად გულისხმობს ახალ მოდერნისტულ ფილოსოფიას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის გარდაქმნას, ტრანსფორმირებას. ტრანსჰუმანიზმის მიმდევრები მიიჩნევენ, რომ ადამიანი თავის განვითარებაში, თავის ევოლუციურ განვითარებაში განიცდის გარკვეულ პროგრესს და ეს პროგრესი უნდა დასრულდეს ეგრეთ წოდებული მეტა-ადამიანით და მეტა-ტრანსფორმაციით, მაგრამ ამ შუალედურ ეტაპად ისინი სწორედ ტრანსჰუმანიზმს მიიჩნევენ, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰუმანიზმი, რომელიც აქამდე თავის დამანგრევალ როლს ასრულებდა, ის წყვეტს, ასე რომ ვთქვათ, ან წურავს თავის შესაძლებლობებს და გადადის ტრანსჰუმანიზმში ამ ეტაპზე და შემდეგ უკვე მეტაჰუმანიზმში, რომელიც გულისხმობს ზეადამიანის შექმნას. ხა რაც გულისხმობენ ამაში თვითონ ტრანსჰუმანიზმის მიმდევრები, ისინი ამბობენ, რომ ადამიანი ამ ევოლუციის გზაზე აუცილებლად უნდა გახდეს ადამიანი მანქანა, რადგანაც ეს არის მისი ბუნებრივი განვითარება, მათ სურთ, რომ ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით და სხვადასხვა ახალი ტექნოლოგიების საშუალებით შექმნან ეგრეთ წოდებული ციფრული ტვინი და დააკავშირონ ის კომპიუტერთან, შესაბამისად შექმნან ერთ-ერთი ვერსია ციფრული ადამიანის, ასე რომ ვთქვათ, მათი გაგებით და შემდეგ უკვე ყველანაირი პრობლემა მოცილებულია. რატომ უნდათ მათ ეს ამის გაკეთება? ისინი თვლიან, რომ არ არიან კმაყოფილი, ასე ვთქვათ, ამ აწყოში მყოფი ადამიანით, რომელიც თვლიან, რომ მისი გაუმჯობესება შეიძლება და ფიქრობენ, რომ ამ ევოლუციურ ეტაპზე ისინი განავითარებენ უკეთეს ადამიანს, ისეც რომელიც არ იავადმყოფებს, მოერევიან ბევრ ავადმყოფობას და გვიან დაბერდება ან საერთოდაც არ მოკვდება. ეს მიზანიც კი აქვთ ამ ფილოსოფიის და იდეოლოგიის მიმდევრებს. მთავარი არსენალი, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ თავიანთ ხელში, ეს არის ხელოვნური ინტელექტი. აქ უკვე ჩვენ ხედავთ, რომ ამ არსენალის განვითარება საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, ის იმდენად სწრაფია, იმდენად ეფექტიანია, რომ მოიცვა უკვე თითქმის ყველა სფერო, ადამიანი გადადის სრულ ნდობაზე ამ ახალი სისტემებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ჰუმანიზმი ასრულებდა გარკვეულ ფუნქციას, რომელმაც თავისი შერბილებული ფუნქცია შეასრულა, დააშორა ადამიანი ღმერთს, ჰუმანიზმმა შემოიტანა ისეთი ცნებები და ისეთი გაგებები, როგორც არის რაციონალიზმი, მორალიზმი, ეს ყველა ანუ ადამიანი გააღმერთა მაქსიმალურად, ადამიანის გონება გააღმერთა მაქსიმალურად, იმდენად რომ შემოიტანა ასევე რელატივიზმი, ეგრეთ წოდებული ფარდობითობის თეორია და გრევითი ფუნქცია, ასე რომ ვთქვათ, ძველი წესრიგის გრევითი ფუნქცია იდეალურად შეასრულა, ყოველ შემთხვევაში აქამდე, ანუ არა პირდაპირ დაანგრია, არამედ ეს რევოლუციური ამბოხის სული შემოიტანა ადამიანში, რომელმაც განავითარა ეს თავისუფლება, ყალბი თავისუფლება ამ თეორიების საშუალებებით, მათ შორის რასაკვირველია ლიბერალიზმის საშუალებითაც და საბოლოოდ უკვე მივიდა გარკვეულ ეტაპამდე. ახლა უკვე დანგრეული ან გრევის ფუნქცია ფაქტიურად ამ იდეოლოგიამ, რომელსაც ქვია ჰუმანიზმი, ამან უკვე შეასრულა, მაგრამ ეს არ არის დამაკმაყოფილებელი, იმიტომ რომ ადამიანმა თქვა, რომ ყველაფერი ფარდობითია, აინშტაინის თეორია მიიღეს, დაანგრიეს, ანუ აბსოლუტი არ არსებობს, ამას კაცობრიობა მიაღწია ფაქტობრივად, ანუ ყველას თავისი გაგება აქვს, ყველა მართალია ამ გაგებაში, ჩვენ გვაქვს დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, ეს ყველაფერი ამ კონცეფციაში რასაკვირველია ჭდება და მივიღეთ რა ადამიანები, რომელსაც ყველას თავისი სიმართლე აქვს და ყველა იძახის, რომ ყველა გააჩნია, ეს ყველაზე პოპულარული სიტყვა და აქამდე მივედით. ეხლა რასაკვირველია, ამით არ კმაყოფილდება ეს იდეოლოგია და შესაბამისად შემდეგი ეტაპი ეს უკვე არის ტრანსჰუმანიზმი, ანუ ისინი თვლიან, რომ ადამიანი არამც თუ დიადია, არამედ მან უნდა მიაღწიოს უმაღლეს მწვერვალებს
ფაქტობრივად თავს უტოლებენ ღმერთს, ღმერთის გარეშე ღვთისადმი წინააღმდეგობით და აქ შემოდის მთავარი იარაღი, როგორც უკვე ვახსენე, ეს არის ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური ინტელექტი ფაქტობრივად მისდამი რწმენა, ინერგება ამ ეტაპზე, შეიძლება ასე ითქვას, უამრავი ახალი პროგრამები იქნება, ყოველდღიურად ვითარდება ეს სისტემა, დიდი ფული იდება ამის განვითარებაში, ტრენინგები ტარდება და ასე შემდეგ. და მთავარი აზრი რა არის? მთავარი ის არის, რომ შეიქმნა ასე ვთქვათ ბაზა, შეიქმნა ინტელექტი, რომელიც ახლა თუ ადამიანი აქამდე განადიდებდა რაციონალისტურ აზროვნებას, აი ნახეთ რას მივახციეთ, როგორ რაციონალურად მსჯელობთ, თავისუფლად მსჯელობთ და შემდეგ. აქ უკვე აღწევს გაცილებით უფრო დიდ შედეგს მათი თვალთახედვით, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ადამიანს აქვს ხელში, წამებში საუკეთესო მათი აზრით, საუკეთესო ინფორმაცია, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება მოიპოვოს წამებში. ანუ ეს ძალიან კომფორტულია, მათ შორის რელიგიურ თემებზე. ახლა დღეს ჩვენ ხედავთ ვიდეოებს, სადაც ახალგაზრდები, სხვადასხვა ბლოგერები პირდაპირ უსვამენ საკითხს, ვინ არის ღმერთი, როგორ უნდა გადარჩეს კაცობრიობა, როდის იქნება მაგალითად მეორედ მოსვლა, ასე შემდეგ და ამ კითხვებს პასუხობს და მათ შორის საუბარი არის სასულიერო მიმართულების კითხვებზე, რელიგიურ კითხვებზე და ამაზე პასუხობს ეს ხელოვნური ინტელექტი და როგორც წესი, ადამიანი, რომელსაც რწმენა არ აქვს, რომელსაც არ აქვს ღვთისადმი ნდობა და ეს პრიორიტეტები სწორად არ აქვს განსაზღვრული, ამ ინფორმაციის მიმართ, რომელიც წამიერად მოდის და უამრავი და მათ შორის საკმაოდ დახვეწილი ფორმით, რასაკვირველია, ამ ადამიანებისთვის ხდება მისაღები. ანუ შეიძლება ასე ითქვას, პირობითი გაგებით რო ვთქვათ, ერთგვარი ტექნოლოგიური ერესია ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, რადგანაც თუ რელიგიურ თემას ზემიდის საუბარი, აუცილებლად ანტიქრისტიანულია, ანტიმართლმადიდებლურია, უпростоრად ეს უეჭველად. ხშირად ეს ხელოვნური ინტელექტი ვაკვირდებით ახლა იმ გაგებით, რომ ვისწავლოთ რასთან გვაქვს საქმე, რადგანაც ჩვენ ხედავთ, რომ პირდაპირ ზემოქმედებს ადამიანებზე, პირდაპირ ანგრევს სარწმუნოებას ადამიანებში, ეხება ამ ისეთ სათუთ თემებს, ამიტომ ხედავთ ჩვენ, რომ ხელოვნური ინტელექტი შემოდის როგორც ეს ბომბი, ეს არის ერთგვარი ბაბილონის გოდოლი, ოღონდ უკვე თანამედროვე ბაბილონის გოდოლი. ადამიანს სურს გადარჩეს, ადამიანს სურს იყოს უკვდავი, ადამიანს სურს იყოს ყველაზე ჭკვიანი და ამის საშუალებით ის ფაქტობრივად თითქოს და თავისია ეს ცოდნა, ეს ხელოვნური ინტელექტი თითქოს გათავისებულია. უпростоრად ის დამონებულია მთლიანად ამ სისტემას და გრძნობს თავს კარგად. რატომ უნდა ვისწავლო ამბობს ადამიანი, რატომ უნდა ვიცოდე, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ამას მთავაზობს. მათ შორის რელიგიურ კონცეფციებს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ხელოვნური ინტელექტი უკვე მუშაობს გარკვეულ ფორმებზე რელიგიური გაერთიანებების, ანუ რა არის საერთო მაგალითად პირდაპირ პროგრამები, ესეთი დავალებებს აძლევენ ხელოვნურ ინტელექტს, რა არის საერთო ამა თუ იმ სარწმუნოებებში, რა არის საწინააღმდეგო და როგორ შეიძლება გამოიყოს საერთო ისეთი კონცეფცია, რომელიც იქნება ყველასათვის მისაღები და ეს მიდგომა რასაკვირველია ერეტიკული არსის არის თავისთავად ჩვენთვის, მაგრამ ზოგადად კაცობრიობისთვის ეს გარდა ისეთი გამოსავალია, რო იტყვიან, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში, აი ნახეთ, ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის უკვე ავტორიტეტიაო, ესე ამბობენ, უკვე გვთავაზობს ეს სიტუაციას და რატომაც არ უნდა დაუჯეროთ. და შესაბამისად, ჩვენ როგორც კი იგივე ხელოვნური ინტელექტი, ჩვენ როგორც კი იტყვი, რომ მაგალითად არის ჭეშმარიტი და ერთადერთი აბსოლუტი და რელიგია, ის სარწმუნოება, ის ამაზე უარს იტყვის, რასაკვირველია, ნეგატიურ პასუხს შემოგთავაზებს და შესაბამისად ეს ნეგატიური გავრცელდება სწრაფად საზოგადოებაში და პირდაპირ დარტყმა მოხდება და ბოლო დროის საცტურებს შორის ეს იქნება რასაკვირველია ერთ-ერთი ისეთი მძლავრი საცტური, რომლის გადატანა ნამდვილად გაუჭირდება კაცობრიობას. ამრიგად ჩვენ ხედავთ პირდაპირ
დეჰუმანიზაციას საზოგადოების, ანუ ის ღირებულებები, რომელიც აქამდე იყო საკმაოდ პოპულარული, რომელიც მუშაობდა, ეს ღირებულებები ნელ-ნელა იცვლება. ფაქტია, როდესაც ტრანსჰუმანიზმი შემოდის, ჰუმანიზმი, როგორც ასეთი თავისი ღირებულებით, იხევს უკან და ჩვენ ახლა ამ ეტაპზე ვიმყოფებით, როგორც ყველა ისეთ ძირითადი მოაზროვნეები ამბობენ და შესაბამისად ის ღირებულებები, რომელიც იყო აქამდე ეს ჰუმანური ღირებულებები, ესენი კარგავენ თავის მნიშვნელობას და ჩვენ ახლა კარგად რო გადავხედოთ და ისეთ დაკვირვებული ადამიანი უკვე შენიშნავს, რომ ადამიანებს უკვე უქრებათ სურვილი ერთმანეთთან ურთიერთობის და ზოგადად როდესაც საუბრობთ ახლა მეგობრების ნათესავებით, ეს ტენდენცია შეინიშნება. უფრო ციფრულ სისტემასთან, უფრო მუდმივად კომპიუტერთან, ტელეფონთან ურთიერთობამ ადამიანს უფრო ურჩევნია, უფრო იკმაყოფილებს თავს, ვიდრე ადამიანთან ურთიერთობა ეს სიამოვნებას არ ანიჭებს, გარკვეული გაღიზიანებები უფრო მომატებულია. ზოგადად პრობლემები, როგორც შიდა ოჯახურ გარემოში, ჩვენ ხედავთ ნგრევა მიდის, ოჯახური ნგრევა მიდის, თაობებს შორის სწრაფი ნგრევა მიდის, კომუნიკაციის გართულება მიდის და ამას ყველაფერს რასაკვირველია ეს ხელოვნური ინტელექტი უწყობს ხელს. ანუ დეჰუმანიზაცია დაწყებულია, ანუ ის რბილი ფორმაც კი, რომელიც მართლმადიდებლობისთვის პირველი დამანგრეველი იყო ამ მოდერნიზმის ეპოქაში, მან ფაქტობრივად უკვე შეასრულა და დღეს გადადის კაცობრიობა სრულიად ახალ კონცეფციაზე, რომელიც იქნება უფრო მკაცრი, უფრო ხისტი, უფრო ციფრული, უფრო შეზღუდული, იმიტომ რომ შეგზღუდავს უფრო ადამიანურ გარემოებას, მაგრამ თავარი რაც არის ის კონცეფცია, რაც სურს მას, ანუ გახდეს ღმერთი, გახდეს უკვდავი, ეს სურს ადამიანს. ეხლა ის უპირისპირდება ფაქტობრივად ქრისტიანულ აზრს უპირისპირდება ჩვენი განმოხედვით. ქრისტიანობა უკვდავებას ქადაგებს, რასაკვირველია. ოღონდ არა ამ ქვეყნიურ უკვდავებას ქადაგებს, არამედ ჩვენ გარდაცვალებას გულისხმობთ, გარდაცვალებას ვეძახით სიკვდილს და მარადიულ ცხოვრების გაგრძელებას. ჩვენ იგივე უკვდავება გვინდა, ოღონდ ქრისტიანული გააგებით, ქრისტესთან ერთად სამოთხეში. ამათ ეს არ უნდა, ამათ უნდათ სწორედ ამ ღვაწლის გარეშე, რწმენის გარეშე განდიდება უნდათ. ამათ უნდათ მიაღწიონ ამ ბაბილონის გოდოლი ააშენონ, რომელიც მიაღწევს თითქოს მათი აზრით იმ უმაღლეს მწვერვალს კაცობრიობის ისტორიაში, იმ ევოლუციის უმაღლეს განვითარებას, რომელიც თავიდანვე მათი აზრით არის დაგეგმილი და ეს რასაკვირველია ქრისტიანებისთვის და მართლმადიდებლობისთვის უტოპიური აზრია და იმიტომ რომ პირდაპირ ვიცით ჩვენ, რომ რა დაემართა ძველ ბაბილონის გოდოლს და რა ნგრევა გამოიწვია მან და როგორ განადგურდა ის და შესაბამისად ეს ახალი ბაბილონის გოდოლი თუ კი ამას ისახავს მიზნად, რასაკვირველია, ესეც ძნელი მისახვედრი არ არის, რომ დაინგრევა და განადგურდება. მართლა დაგვიფაროს ჩვენ ჩვენთაგანი ამისაგან, ჩვენ კი სწორი მიმართულებით ამას თავისი სახელი უნდა დავარქვათ, უნდა ვიცოდეთ, რამდენად საფრთხილოა ხელოვნური ინტელექტისადმი ზოგადი ნდობა, დაჯერება, განსაკუთრებით რელიგიურ საკითხებში, რწმენა არ უნდა იყოს გადატანილი პირველ ყოვლისა, რწმენა და დაჯერება ასეთი ტექნოლოგიების, მართლმადიდებლობისთვის და შესაბამისად სწორი სარწმუნოებრივი შეხედულებების შენარჩუნება. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.